იწყება საბრძოლო მოქმედებები, რა თქმა უნდა, სარაკეტო დამუშავებით ამავდროულად ჯავშან ტექნიკა და სხვადასხვა ქვედანაყოფები შედიან ხმელეთზე, მაგრამ სანამ ხმელეთით შედიან და რაღაცა აქტიურ მოქმედებებზე გადადიან, პარალელურად რუსები ცდილობენ გოსტომელის აეროდრომზე, ბუჩა-ირპენის მიმართულებაზე გოსტომელზე ცდილობენ ტაქტიკურ დესანტის გადასხმას, სადესანტო ქვედანაყოფებით გექნება ეს ვიდეო, ხო, ნახე GoPro-ი რო არის გადაღებული და საოცარი ვიდეო, ყველანაირი საზომით, ფილმებში რო არის დაახლოებით ეგეთი. სერიოზული დესანტი გადასხეს, მაგრამ ერთი არის რა გადასხეს და რა დარჩა იმისგან, ესე იგი კიევის წყალსაცავი კიევის ჩრდილოეთიდან წყალსაცავის გაყოლებით დაბალ სიმაღლეზე შემოფრინდა საკმაოდ სერიოზული ვერტმფრენების დაჯგუფება, მირვა ტიპის, მირვა AMT-შა ტერმინატორები იყო, მხარდაჭერას უკეთებდნენ K-52-ები და Mi-28-ები და დესანტის დანიშნულება რა იყო? მოემზადებინა პლაცდარმი ფსკოვიდან, ფსკოვის 76 სადესანტო დივიზიის გადმოსასვლელად გამზადებული იყო დაახლოებით თუ არ ვწდები, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ 18 ერთეული მახსოვს Il-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლითაც მედესანტები, VDV-ს მებრძოლები უნდა ალბათ ზოგი პარაშუტებით გადმოყრიდნენ, ზოგს პირდაპირ დასვავდნენ აეროდრომზე, მაგრამ ნუ გათვლა იყო იმაზე, რომ აეროდრომი მთლიანად დაეკავებინა ამ ტაქტიკურ დესანტს, რომ შემდგომში მძიმე ტექნიკის გადმოსვლას მომხდარიყო თვითმფრინავებიდან და რაღაცა პარაშუტებით გადმოყრილი BMD-ების და BTRD-ების იმედზე არ ყოფილიყვნენ, ხო? ანუ რამდენიმე 1000 კაციანი სერიოზული დესანტის გადმოსხმა იქნებოდა ამ აეროდრომზე, რომელიც ერთგვარი პლაცდარმს შექმნიდა ჩრდილოეთიდან აი ძირითადი ძალების შემოსაჭრელად. ის ძირითადი ძალები გაჩერდნენ იცი ეს ჩერნობილის მიმართულებაზე სანგრების თხა დაიწყეს და გაიწელა დაახლოებით 30 კილომეტრიანი კოლონა კიევის ჩრდილოეთით, რომელიც ნუ ბელარუსის მიმართულებიდან იყო შემოსული და ეს კოლონა უნდა ყოფილიყო რაღაც ერთგვარი შემტევი ძალა იმ შემთხვევაში თუ ამ პლაცდარმის დაკავება მოხდებოდა რუსების მხრიდან გოსტომელზე.